მე წავედი მაგნიტით თევზაობაზე. ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე საშიშ არხში დავიწყე დაკარგული მკვლელობის იარაღების თებნა. ეს არხი აქ არის მე-18 საუკუნიდან. მოდი ვნახოთ რას ვიპოვით. და ჩემი პირველი აღმოჩენა როგორც ჩანს, თავად დედამიწა იყო. ის მაგნიტურია. დედამიწა ამოვირე, მაგრამ სამწუხაროდ ეს სინამდვილეში დედამიწა არ იყო, არამედ ბალახის ქვეშ არსებული ლითონის ფირფიტან. ეს იყო ძველი რკინიგზის შპალი მეზობელი რკინიგზიდან, მაგრამ მაინც ძალიან მაგარი პირველი აღმოჩენა იყო. მას შემდეგ რაც პირველად მართლა ვისროლეთ მაგნიტი არხში, მაშინვე რაღაცას მოვკიდეთ ხელი. გვეგონა იარაღის ლუა იყო, მაგრამ ეს იყო რაღაც უცნაური რკინის მილი, ალბათ სავაჭრო ეთლიდან. მაგრამ გადავწყვიტეთ, რომ გაგვეგზელები მინდა და რამე მაგარი გვეპოვა, მაგალითად მკვლელობის იარაღი. მაგრამ შეიძლება ჩვენ თვითონ აღმოუჩნდეთ მსხვერპლი, რადგან ორივეს ტეტანუსი შეგხვდა. როცა მაგნიტი მეორედ ჩავაგდე არხში, ეს ჩემი შეცდომა იყო. როცა ამოქონდა რაღაც უზარმაზარს მოვკიდე ხელი. მე და ჩემმა მეგობარმა შოკში ვიყავით, რადგან როცა მაგნიტი ამოვწიეთ, ნახეთ, რომ მასზე უზარმაზარი კასრი იყო მიმაგრებული. ის თავისუფლად 100 ფუნტს იწონიდა და სავსე იყო რადაც სითხი, მაგრამ ნელ-ნელა და მოთმინებით თითოეულ ჯერზე ვქაჩავდით და ბოლოს წყლიდან ამოვიტანეთ. ის ვისთვისაც ამდენი ვიწვალეთ და წყლიდან ამოვიტანეთ, 1940-იანი წლების რძის დოქი აღმოჩნდა. სამწუხაროდ მკვლელობის იარაღი არ იყო, მაგრამ მალე დავბრუნდებით.